გამარჯობთ, მე ვარ Linux ადმინისტრატორი და ამოდიოშ გასწავლით თუ როგორ უნდა დააყენოთ საიტზე ტოპ კომენტარები. შევდივართ საიტის სამართო პანელში, შემდეგ Informers და აქ Create Informers ვაჭერთ. აქ დავწერთ მაგალითად top comments და აქ ვერჩევთ comments, რომელი მოდულისთვის ფაილების კატალოგის site news მაგალითად ახლა all modules ავიღოთ, ტოპში რამდენი ეს იყოს კომენტარი იყოს, მაგალითად ავიღოთ 3 კომენტარი, როგორც თქვენ გეცდით ჩაწეს, მაგრამ ახლა ავიღე 3 და აქედან ავირჩიოთ აი როგორ გინდა სიგრძეში, სიგანეში. თუ სიგანეში გინდათ, მაშინ 3 გავაკეთოთ, საშუალო ზომა 3-ია. მაგრამ ეს თქვენი საიტის პარამეტრებზეა. პარამეტრების მიხედვით უნდა გააკეთოთ. თუ თქვენი საიტი გრძელია, მაშინ სიგრძეში ჯობია. შემდეგ შევდივართ უკაცრავად აქ ვერ ნახეთ ეთქება ვაკოპირებთ აი ამას აი აქ რაც წერია აი ამას ვაკოპირებთ შემდეგ შევდივართ customize design აი აქ და სადაც გვინდა იქ ვსვამთ ან ორი ხერხით გასწავლით ან შეგიძლიათ თქვენ ჩართოთ კონსტრუქტორი შემდეგ აქ დააჭიროთ აქ დააჭირეთ იმის ბლოკის დამატება და სადაც გინდათ იქ მაგალითად აი ვინ იყო დღეს და საიტის მენიუს სახელს დაწერთ და აი მიქსის გვერდით ეგ რაც არის იმას დააჭერთ და ხატომალაში ჩაწერთ აი იმას სკრიპტს რაც აი დავაკოპირეთ. შემდეგ ცვლილებები შენახვა და ნახოთ აბა აი ტოპ კომენტარებიც დაემატა ესეთი სახით. აი S1, S2, S3. თუ როგორც გინდათ ტოპ კომენტარებში როცა აღნიშნეთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ Doodle დიზაინი გაქვთ, შეხვიდეთ customize design და სადაც გინდათ იქ მაგალითად შევიდეთ აქ. თქვენ შეგიძლიათ site page-დან გააკეთოთ, მაგრამ მე ხარ არ მაქვს დრო დიზაინი და ვაკეთებ აქედან. შემდეგ ავიღოთ მაგალითად mini chat-ისა და ჩვენი გამოკითხვის შუაში ჩავსვათ ის სკრიპტი და შეგვიძლია თავზე დავაწეროთ top 3 კომენტარი. მე ვაზროთ save და შევამოწმოთ საიტზე როგორ დაიმატა. mini chat-ისა და ჩვენი გამოკითხვის დაბლა იყო. აი top 3 კომენტარი და აი აქ გამოჩნდა ეს კომენტარი. ეს ვიდეო კურსი ან განთავრებულია, თუ რაიმე კითხვა გექნებათ, მოგწერეთ საიტზე.